ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია 19 საათი და ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ. წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმარს, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ზოგადი ქირურგიის და ონკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა ჩურვინიძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზაზა მოგზაურობისთვის, საკმაოდ სერიოზულ თემაზე გვექნება საუბარი. მაგრამ ასე ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დროული დიაგნოსტიკა, დროული მკურნალობა და ზოგადად პრევენცია არის ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი დაავადების დასამარცხებლად. ნამდვილად. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, გისურვებთ ჭამთელობას, დღეგრძელობას და მშვიდობას. ნამდვილად თემა, რომელსაც ჩვენ მივუხშალოთ დღეს ვეხებით, არის ძალიან მძიმე თემა. სიტყვა კიბო, სიმსინური დაავადება დღეს საზოგადოებაში სამწუხაროდ მიაჩნიათ, რომ ეს არის განაჩენი და როგორც მე ჩემ პაციენტებთან მქონია საუბარი არაერთხელ, დიაგნოზი კიბო ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მოკვდეთ, როგორც ასოცირდება რაკი კიბო ჭირს ადამიანს, ეს განწირული არის. და უკვე შიშის ფაქტორი არის ძალიან დიდი პროცენტი. და ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის, ამისათვის მინდა მაქსიმალურად შევძლოთ დღეს მივაწოდოთ ინფორმაცია რა არის იმისათვის საჭირო, რომ ამ დაავადებაზე გავიმარჯვოთ, მივახციოთ იმ სასურველ შედეგს, რაც ალბათ ყველა ავადმყოფის და ყველა მათი ოჯახის წევრისთვის არის მისაღები. ნუ პირველ რიგში იმისათვის, რომ გავიგოთ ამ დაავადების არსი რა არის ეს დაავადება და რა არის ამ დაავადების რატომ იწვევს საზოგადოებაში ეს ასეთ შიშს ფაქტორს რატომ გვრის? მე მინდა პირველ რიგში აღვნიშნო თვითონ ძალიან მარტივად რა არის თვითონ ეს კიბო რა დაავადება და რასთან გვაქვს საქმე ჩვენ. ნუ ეს არის პათოლოგიური პროცესი მიმდინარე ორგანიზმში, კერძოდ უჯრედებში, რომელიც იწვევს არაპროგნოზირებად პროლიფერაციას და ზრდას უჯრედებისა ორგანიზმში, ორგანოებში და ახასიათებს და მისი აგრესიულობა გამოიხატება იმაში, რომ მას ახასიათებს მეტასტაზირება სხვა ქსოვილებში და ორგანოებში. აი ეს არის დაავადება და რა იწვევს ამ დაავადების განვითარებას ორგანიზმში. საუკუნეა და ალბათ ძალიან ბევრი გამომწვევი ფაქტორი იქნება. საინტერესო, რას უნდა მოვერიდოთ? როდესაც ხდება უჯრედებში გენეტიკური მეტაბოლიზმი, კერძოდ ირღვევა უჯრედების დაყოფის, ზრდისა და მათი დაღუპვის ის ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც რღვევაც იწვევს ამ დაავადების სწრაფ განვითარებას. თვითონ ორგანიზმში, დიახ. ასევე აღსანიშნავია, რომ მრავალი ფორმა არსებობს კიბოსი, რომელიცაც ჩვენი საზოგადოების ძირითად ნაწილს აქვს გაგონილი, ყველამ შეიძლება ვერ მიცეს სრული დიფერენცირება, რომელიც რა სახეობის არის, მაგრამ საერთო ჯამში შიშს იწვევს ყველა სახის ფორმა სიმსივნის ჩვენ საზოგადოებაში და სახელწოდებაც, დიახ, და ამიტომ მინდა პატარა ჩაურმავდეთ და მივცეთ რა ფორმები არსებობს და საიდან ვითარდება ეს პროცესები. ნუ ალბათ ერთ-ერთი ფორმა, რომელიცაც ქვია კარცინომა, ესეთი სამედიცინო სიმსივნური დაავადების ერთ-ერთი ფორმა არის. მარტივად რო ვთქვათ, ეს ვითარდება ეპითელიალური უჯრედებიდან და იწვევს ისეთ სიმსივნურ დაავადებას, როგორიც არის ფილტვის სიმსივნური დაავადება, ძუძუს და კოლორექტალური სიმსივნეების. არის და ალბათ გაუგონიათ უმრავლესობას სარკომა, ეს არის შემაერთებელი ქსოვილის სიმსივნური დაავადებები, რომელიც ხდება ძვალში, კუნთში და ცხიმოვან ქსოვილებში. ასევე არის ლიმფომა და ლეიკემია, ეს არის ლიმფოიდური სისტემის ავთვისებიანი პროცესები, არის ასევე გლიომა და მინინგიომა,
ესეთი სიმსივნეები, რომელიც ახასიათებს ნერვული ცენტრალური ნერვული სისტემის ნეოპლაზიებში. აი ეს ფორმები, სხვადასხვა ფორმები სიმსივნური დაავადების და ჩამოთვლილი უკვე გვაძლევს ალბათ იმის საშუალებას, რომ თითქმის ყველა ქსოვილში და ყველა ორგანოში შესაძლებელია განვითარდეს სიმსივნური დაავადება. არ არსებობს ორგანო, ქსოვილი, რომელშიდაც არ წარმოიშვას ეს პროცესი. ბატონ ზაზა, ძალიან ხშირად ჩნდება დაუშვათ იგივე საზოგადოებაში. მარტივად რომ ვთქვათ ახლა, ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ იმაზე, რომ დაბინძურებულია ჰაერი, საკვებს არ მივიღებთ ისე, როგორც შეეფერება დაუშვათ ჯანსაღკვებას. ასევე ალკოჰოლური, ზედმეტი ალკოჰოლის მოხმარება, ნარკოტიკული საშუალებები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი ზოგადად, იგივე ღამისთევები იქნება ეს თუ სხვა თუნდაც გაზიანი სასმელი, მაგალითად, რომელსაც ყველა ექიმი თითქმის გვიკრძალავს. აი, ეს ყველაფერი კიბოზე რამდენად მოქმედებს? შეიძლება დაუშვათ თავიდან აცილება, პრევენციის სახით რაღაც ომის მიღება. შეხედეთ, პირველი რაც, როდესაც ისმის დიაგნოზი პაციენტთან მითმართებაში, რომ კიბო, სიმსივნური დაავადება, ჩემს პრაქტიკაში და ალბათ ყველა ექიმის პრაქტიკაში, პირველი კითხვა რაც უჩნდება, როგორც პაციენტს, ასევე ოჯახის წევრებს, რა არის ამ სიმსივნის განვითარების მიზეზი, საიდან მოხდა და რატომ განუვითარდა ოჯახის წევრს ეს დაავადება. პირველი კითხვა ეს ყოველთვის იბადება მათ თავში და მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს მრავალფეროვანია, მრავალფაქტორებრივი არის სიმსივნური დაავადების განვითარება. არ შეიძლება რომ ერთი მიზეზი განვიხილოთ ამ დაავადების განვითარების და ამ ფაქტორებთან შორის არის გენეტიკური ფაქტორი და არის ასევე გარე ფაქტორები, რომლებიც საკმაოდ ხელშემწყობი არის სიმსივნური დაავადების განვითარების. რაც შეეხება გენეტიკურ ფაქტორებს, აქ ხდება მუტაცია ისეთი გენების, რომელიც უწყობს ხელს და ზრდას, ქაოსურ ზრდას ამ უჯრედებისას და ამავე დროს არის მეორე ფაქტორები, რომელიც სუპრესორ ფაქტორები არის და ეს ფაქტორების დაქვეითებული ფუნქცია ასევე ხელშემწყობი ხდება ამ გარდაც შეცვლილი უჯრედების ზრდის და განვითარების. ეხლა რაც შეეხება გარე ფაქტორებს, აქ შედარებით ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარე ფაქტორები შემცირება მოგცემს, რა თქმა უნდა, სიმსივნური დაავადების განვითარების რისკის შემცირებასაც. მაგალითად, კანცეროგენული ფაქტორები, რომელსაც განვიხილავთ, აქ მაგალითისათვის და უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, არის ესეთი თამბაქოს მოხმარება, ხო? რომელიც იწვევს ისეთ უმძიმეს დაავადებას, რაც მიეკუთვნება ფილტვის კიბო. სამწუხაროა, რომ დღესდღეობით ფილტვის კიბო არის ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზე და ასევე გამოირჩევა თავისი აგრესიულობით და სიკვდილიანობის მხრივ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის არის პირველ ადგილზე. როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. სამწუხაროდ მამაკაცებში იმ გაგებით, რომ დღეს მოხმარებელი თამბაქოს მამაკაცებში, მაგრამ არ შეგვიძლია აქ რო არ აღვნიშნოთ დღეს თანამედროვე ცხოვრებაში სამწუხაროდ თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი იზრდება ქალბატონებშიდაც და ახალგაზრდებში სამწუხაროდ ახალგაზრდებში და აქედან გამომდინარე ხანდახან ჩნდება ისეთი კითხვა რომ როდესაც ვამბობთ რომ გაახალგაზრდავდა სიმსივნური დაავადებები და აქ უჩნდებათ კითხვა რატომ ხდება სიმსივნური დაავადების გაახალგაზრდება აი ზუსტად ერთ-ერთი ასეთი ის ფაქტორები რომელსაც ყოველდღიურად ვეხებით ვიცით რომ მავნია მაგრამ მაინც რატომღაც არ ანებებენ თავს სამწუხარო რეალობა ნამდვილად კი ბატონო ასევე ინფექციური ფაქტორები რას გულისხმობთ? აი ინფექციური მაგალითად ღვიძლის დაავადებების, კუჭის სიმსივნური დაავადებების, ბედაცე ჰეპატიტები და სხვა სახის ინფექციები, ინფექციური დაავადებები, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის სიმსივნურ დაავადებებს. ეს ფაქტორებიც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი არის და ხელშემწყობი არის ამ დაავადებების. ასევე არის თქვათ თქვენ აღნიშნეთ უკვე ალკოგოლის
ხშირი მოხმარება, ასევე ხელშემწყობი არის ისეთი სიმსივნური დაავადებების ზედმეტი, რა თქმა უნდა, ზედმეტი რაოდენობის, როგორიც არის საყლაპავის კუჭის სიმსივნური დაავადება. ქრონიკული ანთებითი პროცესები, აი ქრონიკული კოლიტი, ქრონიკული ეზოფაგიტი, ქრონიკული გასტრიტი, ესენი არიან ასევე ხელშემწყობი ფაქტორები, როგორც კოლორექტალური სიმსივნეების განვითარებაში, ასევე კუჭის და საყლაპავის სიმსივნური დაავადებების განვითარებაში. აი, ბევრი ჩამონათვალი გააკეთეთ ახლა ბატონ ზაზა და იგივე პრევენციული მიზნით სკრინინგების თვალსაზრისით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, როგორც დაუშვათ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. მოგცემს თუ არა იგივე სკრინინგი სხვა სახის, რაც არსებობს რეალურად, იმას, რომ დროულად მოხდება დაუშვათ დაავადების გამოვლენა, დროულად მოხდება შემდეგ მკურნალობა და ალაგდება ან რაღაცნაირად დამარცხდება დაავადება დროულად. მოდით ესე აღვნიშნოთ, რომ დღესდღეობით მსოფლიო სტატისტიკა, აი ბოლო მონაცემები სამწუხაროდ გვიჩვენებს, რომ ონკოლოგიური დაავადებების ზრდა სამწუხაროდ მსოფლიოში მატულობს. ნუ კერძოდ ყოველწლიურად ბოლო მონაცემებით ყოველწლიურად ახალი შემთხვევები ფიქსირდება დაახლოებით 20 მილიონზე მეტი სოფლიოს მასშტაბით. ეს კონკრეტულად კიბოს დაავადებაზე საუბრობთ 20 მილიონი ადამიანი წელიწადში ბატონო ზაზა. წელიწადში კოლოსალური რიცხვით თქვენ ამ წუთას. საკმაოდ დიდი მოცულობით, ესე იგი 20 მილიონი პლუს 20 მილიონი ყოველწლიურად. და პირველ ადგილზე ამ 20 მილიონში დგას ფილტვების დაავადებულები, იმიტომ რომ სიმსივნე, იმიტომ რომ მწვერვალთა რაოდენობა და ხშირი ერთ-ერთი ფაქტორი არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი. და ალბათ ძალიან და ბევრმა მაყურებელმა ნახოს ახლა ჩვენი გადაცემა განსაკუთრებით ახალგაზრდებმა და მოусმინოს ისეთ პროფესიონალს, როგორიც არის ზაზა ჩუბინიძე. დიახ. ამიტომ ზრდა ონკოლოგიური დაავადებების და თავისთავად იწვევს სიკვდილიანობის დასს ონკოლოგიური პაციენტებისას და მინდა შეიძლება საგანგაშო ციფრია, მაგრამ რეალობა არის დღესდღეობით ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ონკოლოგიური დაავადების დღესდღეობით წელიწადში. ამიტომ როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენს ქვეყანაში ხელშემწყობი იმისა, რომ დროულად მოხდეს დიაგნოსტირება ამ დაავადების და არ იყოს კიბო სიტყვა განაჩენი ავანტყოფისთვის, ხდება სკრინინგ მეთოდებით დაადრევი დიაგნოსტირება სიმსივნური დაავადებების პროცესების და ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ და საბედნიეროდ არსებობს სახელმწიფოს მიერ სრულფასოვნად დაფინანსებული სკრინინგ მეთოდები, რომლებიც არის ძუძუს კიბოს მიმართებაში და უნდა აღინიშნოს, რომ ძუძუს კიბო ქალებში არის პირველ ადგილზე სიმსივნურ დაავადებათა შორის. არსებობს პროსტატის სიმსივნური დაავადების სკრინინგი, არსებობს კოლორექტალური სიმსივნეების დაავადების სკრინინგი, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი ჩვენს რეგიონისთვის, ქვეყნისთვის, რომ სკრინინგში მონაწილე პირთა რიცხვი არის ძალიან დაბალი. დღესდღეობით ალბათ საფიქრებელი არის რა არის ამის მიზეზი. ნამდვილად არის, იგივე კითხვა მინდოდა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მიერ არის სრულფასოვანი დაფინანსება ამ სკრინინგ მეთოდის. აი რატომ იკავებენ ადამიანები თავს? ფინანსური პრობლემა აქ არ იქნება. ასე ამოდის, მაგრამ ხალხი არ მონაწილეობს. აი რატომ თქვენი სასწაული? ნუ ალბათ პირველ რიგში მინდა მაინც კარგად ვიფიქრო და ვფიქრობ რაღაც ინფორმაციის დეფიციტი არსებობს. შესაძლოა რომ ბევრმა არ იცის ამის შესახებ და ამიტომ დღევანდელი გადაცემაშიც მინდა აღვნიშნო, რომ ქრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრში მიმდინარეობს სკრინინგ მეთოდები, შეუძლია ყველა ჩვენი რეგიონის. ეს არ არის რეკლამა, მე არ ჩამოთვლიანი მედია რეკლამა, ეს არის უბრალოდ რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ სახელმწიფო უფასოდ
ემსახურება ყველა იმ ადამიანს, ვინც მიმართავს ონკოლოგიურ ცენტრს და აქვს საშუალება ამ ძირითადი დაავადებების შემთხვევაში ჩაიტაროს სკრინინგ ტესტი და მიიღოს ნაადრევი ინფორმაცია დაავადების არსებობის შესახებ, ან მიიღოს ინფორმაცია არარსებობის შესახებ, რაც აძლევს საშუალებას ზოგადად ყველა იმ ადამიანს, ვისანაც მოხდება დიაგნოსირება ამ დაავადების, დროული აღმოჩენა და ნაადრევი დიაგნოსირება, ნაადრევი მკურნალობის დაწყება, თავის მხრივ ხდება ასევე იმის აძლევს პაციენტს მაღალ შანსს იმისას, რომ გაიხანგრძლივოს სიცოცხლე ან მიაღწიოს სრულ განკურნებას ნაადრევი დიაგნოსირების შემთხვევაში. გასაგებად, კიდევ ერთხელ მინდა განმეორდეთ ბატონ ზაზა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის არანაირი რეკლამა, იმიტომ რომ ეს არის ინფორმაცია, რომელიც უნდა მიეწოდოს საზოგადოებას და აბსოლუტურად უფასო სახელმწიფო დაფინანსებით ხდება გამოკვლევები, რომლის საფუძველზეც ადამიანს შეუძლია გაესინჯოს და დადგინდეს, აქვს თუ არა მას რაიმე ნიშნები კიბოს დაავადებასთან დაკავშირებით. შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ხომ? ბატონ ზაზა, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს. მინდა აღნიშნო, რომ არ ესაჭიროება მიმართვა რომელიმე ექიმიდან, ეს არის უბრალოდ თვითონ ადამიანმა უნდა მიმართოს ონკოლოგიურ ცენტრს და მიიღოს მონაწილეობა აი ამ პროცესში. გასაგებია. ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში ყველაფერი არის მიმართული იმისათვის, რომ დროულად მოხდეს გამოვლინება დაავადების და დროული გამოვლინება კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ გვაძლევს შედეგს. დიახ. შედეგს. აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში სიმსივნური დაავადებების რიცხვი იზრდება. უბრალოდ განსხვავებას ვხედავთ, თქვათ, განვითარებულ ქვეყნებში მაღალია პროცენტულად ისეთი სიმსივნური დაავადებების, როგორიც არის ფილტვის კიბო. განვითარებულ ქვეყნებში. ანუ პირიქით შეიძლება გვეგონოს, მაგრამ ფილტვის სიმსივნური დაავადება, ძუძუს კიბო, რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებში, მაგალითად ისეთი სიმსივნური პროცესები, როგორიც არის ღვიძლში, ღვიძლის სიმსივნური დაავადება, კუჭის სიმსივნური დაავადება, აქ მაინც განპირობებული არის ინფექციური დაავადებების გავრცელებიდან გამომდინარე. ისეთი როგორიც არის ჰეპატიტები და ასევე ალკოგოლის ზედმეტი მოხმარება, თქვათ, კუჭის სიმსივნური დაავადების შემთხვევაში და ასევე სხვა სახის ინფექციური დაავადებების განვითარების ფონზე იქნება ეს სიმსივნეები. ესეთი განსხვავება არის, განსხვავებული და რაღაც და დიაგნოსირების დროული გამოვლინება მაინც ერთია, ყველაფერი. მოდით ესე ვთქვათ, ფიქრობ, რომ მედიცინაში არ არსებობს დიაგნოზი, აი რატომღაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ კიბო არის განაჩენი, ხო? თქვათ, ავიღოთ, არ ვიცი, როგორც მიაჩნიათ საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენ საზოგადოებას, რომ მწვავე აპენდიციტი არ არის ისეთი დიაგნოზი, რომელიც არის საშიში ადამიანისთვის, მაგრამ მე მგონია დამეთანხმება ყველა სამედიცინო პერსონალი და ის ხალხი, რომელსაც სამედიცინო განათლება აქვს, რომ თუ დროული მიმართვიანობა არ არის ამ თითქოს და უბრალო დაავადების შემთხვევაშიდაც, შედეგი არის ძალიან მაღლა სავალალო და არ არის ძალიან მაღალია პროცენტული სიკვდილიანობა. ანუ მაინც იქეთკენ მივდივართ, რომ დროული დიაგნოსტიკა არის უმთავრესი. ყველა დაავადების მიმართებაში. არ არსებობს დაავადება, რომ დროული მიმართვიანობის შემთხვევაში დადოს შედეგი. არ დადოს შედეგი. აი, თქვათ, ყველამ ალბათ დამერწმუნება იმაში, რომ დღესაც მუშაობდი, დღესაც კლინიკიდან მოვდივარ და აი მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო, რომ დღეს მომართვა პაციენტმა, რომელიც პრაქტიკულად 8 დღე მექანიკური სიყვითლით იმყოფებოდა სახლში და როგორც ნათესავებმა აღნიშნენ, ძლივს დავითანხმეთ, რომ მოემართა სამედიცინო დაწესებულებას. ეხლა მოგეხსენებათ 8 დღე სიყვითლე, რომელიც იწვევს საკმაოდ ძლიერ ინტოქსიკაციას ორგანიზმისას და
ადამიანი ღებულობს მხოლოდ გადაწყვეტილებას, ბოლოს როდესაც უკვე გაუჭირდა ალბათ. და სამწუხაროა, რომ ჩვენსთან ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ესე ხდება მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. ეხლა რატო არის ეს მტკივნეული და რატომ არის ეს მძიმე? იმიტომ რომ ასეთი მიმართვიანობის პირობებში სამწუხაროდ ჩვენ ყოველთვის გვინდა შედეგი, კარგი, მაღალი, მაგრამ როცა ესეთი დაგვიანებულია პაციენტების ფაქტობრივად დრო იკარგება მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დროულად მოხდეს გამოვლინება და დახმარება. ეხლა არის თუ არა პირობები იმისა, რომ მოხდეს დროული გამოვლინება დაავადების და მისი კურნალობის დაგეგმარება. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ამ სკრინინგ მეთოდებისა, რომლებიც გვეხმარება და გვაძლევს საშუალებას, რომ მოვახდინოთ დროული დიაგნოსტირება, ასევე ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქალაქში არსებობს ყველა პირობა იმისა, რომ დროული დიაგნოსტირება მოხდეს. მხოლოდ ამისათვის არის საჭირო, რომ პაციენტმა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ტექნოლოგიური აღჭურვილობა სამედიცინო დაწესებულებებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ჩატარებული იქნას ყველა ის მეთოდები კვლევების, რომლებიც გვეხმარება ამ დაავადების დიაგნოსტირებაში. ბატონ ზაზა, უნდა შეგაჩეროთ, ჩვენ გადავიღეთ კადრები თქვენთან და ჩვენ შეგვიძლია ახლა ვაჩვენოთ ტელემაყურებელს და თქვენ გზადაგზა აუხსნათ რა ხდება კონკრეტულად იმ დანადგარების მეშვეობით, რომელიც თქვენთან კლინიკაში არსებობს. ოპერატორს ვთხოვ ახლა რომ გვანახოს ეს კადრები. ჩვენ თქვენ ხედავთ ახლა მე მინდა აღვნიშნო, რომ დასავლეთ საქართველოს და ჩვენი რეგიონის ში პირველად 25 წელს მოხდა ონკოქირურგიული დეპარტამენტის შექმნა, რაც თავის მხრივ ზრდის მომსახურეობის მიღების საშუალებას ონკოლოგიური პაციენტებში, რომელსაც ესაჭიროებათ ქირურგიული ჩარევა. დიახ, აი საოპერაციო უკვე ჩანს. ერთ-ერთი საოპერაციო, დიახ, თანამედროვე ტექნიკა, რომელიც იქნა შეძენილი 25 წელში, გვაძლევს ყველა პირობას საშუალებას იმისას, რომ პაციენტს შეთავაზებული კონდეს როგორც ღია, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდებით ყველა სახის ონკოლოგიური ჩარევების განხორციელება და შესაბამისი მაღალი ტექნოლოგიები გვაძლევს ასევე საშუალებას იმისათვის, რომ მაღალი შედეგი იქნას მიღწეული. მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის დასმის შემთხვევაში აუცილებლად მულტიდისციპლინური ბორდის მიერ ხდება განხილვა თითეული პაციენტის დიაგნოზის, მისი სიღრმისეული შესწავლა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. რა მნიშვნელობა აქვს ამას? თვითონ ონკოლოგია მადლობა, ჩვენ ვნახეთ ახლა კადრები, საკმარისია ეს კადრები, განვაგრძობთ საუბარს. დიახ. თვითონ ონკოლოგიური დაავადება არის უმძიმესი ფორმა დაავადების და ინდივიდუალური მიდგომა არის საჭირო იმისათვის, რომ დაისახოს გეგმა თითოეული პაციენტთან მიმართებაში მკურნალობის. იმისათვის, რომ სრულფასოვანი მომსახურება მიიღოს პაციენტმა, ონკოლოგიურმა პაციენტმა, ამისათვის მულტიდისციპლინური ბორდის მიერ ხდება ეხა პაციენტებისთვის გასაგები რომ იყოს და მსმენელისთვის მარტივენაზე რა არის მულტიდისციპლინური, ესე იგი ეს არის სხვადასხვა პროფესიის ექიმების გაერთიანებული ამ ჯგუფში, ეს არის ონკოლოგები, ონკოქირურგები, რადიოონკოლოგები, რადიოლოგები და ერთობლივი გაანალიზებით, ერთობლივი გარჩევით თითოეული პაციენტის ისტორიის, დიაგნოზის ხდება დაგეგმარება უკვე მკურნალობის. ჩვენი ქირურგიული დეპარტამენტი ახორციელებს ესეთი მულტიდისციპლინური ბორდში მონაწილეობას ქრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიური ცენტრის სპეციალისტებთან ერთად და
გვეძლევა იმის საშუალებას, რომ პაციენტმა მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა, როგორც ქირურგიული მიმართულებით, ასევე ქიმიოთერაპიის სრული კურსი, როგორც ადევანტური, ასევე ნეადევანტური ქიმიოთერაპიის, ასევე სხიური თერაპიის, იმუნოთერაპიის სრული კურსი, ესე იგი კომპლექსური მიდგომა, კომპლექსური მკურნალობა. რა მნიშვნელობა აქვს ამას მინდა ხაზი გაუსვა. კომპლექსური მკურნალობა მაქსიმალურად ზრდის შანსს იმისას, რომ დადგას ის სასურველი შედეგი, რაც ახარებს პაციენტის ნათესავებს და რა თქმა უნდა ჩვენ. ძნელია ვებრძოლოთ დღეს ონკოლოგიურ დაავადებას, ცალკე ქიმიოთერაპიის ხრივ ან ქირურგიული ჩარევით, მხოლოდ ეს კომპლექსური მიდგომა გვაძლევს მაქსიმალურ შანსს. და ზუსტად ეს გახდა ონკოლოგიურ ცენტრში მაღალ დონეზე არის როგორც ქიმიოთერაპია, ასევე იმუნოთერაპია, ასევე სხიური თერაპიის და როგორც აღნიშნე და კიდევ ერთხელ განვიმეორებ, რომ შეიქმნა ონკოქირურგიული დეპარტამენტი, რომელიც მათ დაიწყო აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში და ფართო სპექტრი. რაც მომსახურების ფართო სპექტრი. დიახ, ეს ასე ვქოთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის უპრეცედენტო, იმიტომ რომ დღემდე ონკოლოგიური ქირურგიის ცენტრი არ არსებობდა. ფართო სპექტრი. ანუ არა მარტო დასავლეთ საქართველოს. ჩვენს რეგიონში თამამად შემიძლია ვითხრა, რომ ეს არის პირველი ცენტრი, იმიტომ რომ ონკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტი მე არ მსმენია და არ არსებობს. დღესდღეობით შეიქმნა ჩვენს ბაზაზე და რას გვაძლევს? გვაძლევს მივიღოთ სრული მომსახურება ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორიც არის საყლაპავის და კუჭის კიბოს, ასევე მსხვილი და წვრილი ნაწლავის სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში, ღვიძლის თანაღლეგზების სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში, კუჭქვეშა ჯირკვლის როგორც თავის ტანის, ასევე კუდის, სიტყვით მინდა აღვნიშნო ფაქტო სპექტრი და არა ვარ შეზღუდული, მივცეთ ასევე საშუალება არჩევის პაციენტს როგორც ღია, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდებით შევასრულოთ ზემოთ აღნიშნული ოპერაციები. მე მინდა ვთქვა, რომ დიაგნოსტიკა, რომელიც აუცილებელია და მნიშვნელოვანია ყველა სიმსივნური დაავადებების პროცესში. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, ჩვენს ქალაქში, თქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა პირობა არის იმისა, კერძოდ ლაბორატორიული წესით, ტესტირების მხრივ, როგორც კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ასევე იმუნოლოგიური ტესტებით, ყველა პირობა არის იმისათვის, მორფოლოგია, იმუნოქისტოქიმია. აბსოლუტურად ყველა დიაგნოსტიკური საშუალება არსებობს იმისა, რომ ზუსტად დროულად დადგენილი იქნას, რა სახის სიმსივნურ დაავადებასთან გვაქვს შეხება და მიღებული იქნას სათანადო გადაწყვეტილება და დანიშნული იქნას სათანადო მკურნალობა. აი ეს არის მნიშვნელოვანი ჩემი აზრით იმისათვის, რომ გაუგზავნოთ მესიჯი ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება უჩდება რაღაც ეჭვი თავისი დაავადების არსებობაში, მაგრამ ვერ დგამს პირველ ნაბიჯს იმისათვის, რომ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და მოახდინოს დროული დიაგნოსტირება მისი დაავადების და მიიღოს სათანადო მკურნალობა შემდეგ, რაც მიცემს აუცილებლად შედეგს. თავარი არის საზოგადოება მიმართვიანობა. აი რომ გაიზარდოს ჩვენს როგორც დასაწყისში აღნიშნე, იმისათვის რომ მივიღოთ ის სასურველი შედეგი. აი ხშირად ხდება რომ ევროპის ქვეყნებში და მithქვამ ჩემი პაციენტების და მინდა ფართო აუდიტორიისთვის თქვა ასევე რომ მკურნალობის მეთოდი მიდგომა დღეს
შემიძლია თქვა, რომ ერთია, ინფორმაცია ვსფლობთ ყველა, მაგრამ როდესაც ვადარებთ განვითარებული ქვეყნებში, აი ის რაც არაერთხელ აღნიშნე და კიდევ ერთხელ გამიმეორებთ, ნაადრევი, დროული მიმართვა სამედიცინო დაწესებულება მხოლოდ გვაძლევს შედეგს იმისათვის, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. ბატონ ზაზა, უნდა შეგაწყვეტინოთ, მე როგორც მეუბნებიან, რეკლამის დრო არის. რეკლამაზე გვიწევს გასვლა და რეკლამის შემდეგ კვლავ აუცილებლად მოგვიწევს ამ თემის გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან მძიმე თემა, მაგრამ დღეს ვეცდებით და ვეცადეთ უკვე და კიდევ დამატებით დროში, რომელიც გვაქვს, ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, ჩვენს მაყურებელს, იმ სერიოზულ ძალიან ასე ვთქვათ ცოტა შიშის გამომწვევ დაავადებასთან დაკავშირებით, როგორიც კიბოა და კიდევ ერთხელ და არაერთხელ ვთქვათ ის, რომ დროული მიმართვიანობა, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია დაავადების დამარცხების არის. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ ზოგადი ქირურგიის და ონკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერება და დოქტორი ზაზა ჩუბინიძე გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. განვაგრძობთ საუბარს კიბოს შესახებ, როგორც დაავადების პრევენციის შესახებ, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ. ბატონ ზაზა, ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მაყურებელს და კიდევ რა შეიძლება ვთქვათ, აი მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ალბათ, როდესაც ადამიანი იგებს იმის შესახებ, რომ მას აქვს ეს დაავადება, ფსიქოლოგიური განწყობა, ფსიქოლოგიური მომზადება და ექიმთან ერთად ბრძოლა იმისათვის, რომ დაავადება იქნეს დამარცხებული. თქვენ რა სიტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია? მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. უნდა აღვნიშნოთ სამწუხაროდ, რომ ჩვენს პირობებში, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია ჩართულობა ფსიქოონკოლოგების პაციენტებთან მუშაობის, იმიტომ რომ ასე ვთქვათ სიმართლე, რომ დეფიციტურია ეს პროფესიის ადამიანები. სამწუხაროდ წლომადობა მათთან არის ნაკლები, არადა პაციენტის მომზადება და რწმენა იმისა, რომ ბრძოლას აქვს მნიშვნელობა და პაციენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ჩაერთოს მკურნალობაში, მიიღოს სრული სპექტრი მკურნალობის და დადგეს შესაბამისი სასურველი შედეგი. ეს პროცესი განხილული არის და მიმდინარეობს მუშაობა, რომ ფსიქოონკოლოგები იყოს ჩართული პაციენტების მომზადებაში. დღესდღეობით ეს უწევს ყველა სპეციალისტს, ექიმს, სადაც ხდება მიმართვიანობა ონკოლოგიური პაციენტების, რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მინდა აღვნიშნო, როგორც ერთ-ერთმა ექიმმა, რომ ოჯახის წევრების გვერდში დგომა, როგორც არ უნდა ჟღერდეს, მათი დამოკიდებულება, იმიტომ რომ აი როგორც აღვნიშნე, რომ პაციენტი 7 დღის მანძილზე ვერ წყვიტავდა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვას და როგორც ნათესავებმა აღნიშნენ, ძლივს დავაჯერეთ, დავარწმუნეთ, დავეთანხმეთ იმისათვის, რომ მოემართათ სამედიცინო დაწესებულებისთვის და აი აქაც მნიშვნელოვანია ჩართულობა ოჯახის წევრების, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იცით რა არის, არ ხდება ონკოლოგიური დაავადების განვითარება ერთ წელიწადშიც კი. თქვათ, კოლორექტალური სიმსინეების განვითარების პროცესი 7 წლის მანძილზე ხდება. ამიტომ რაღაც სიმპტომები ხანგრძლივი არის, რა თქმა უნდა, რაღაც სიმპტომები წარმოიშობა, რომელსაც ამჩნევს საზოგადოება, ამჩნევს ოჯახის წევრები და ამ შემთხვევაში პირველი ალბათ გვერდში მდგომი არის ის ხალხი, რომლებიც უშუალოდ ყოველდღიურად ხედავს ამ და გვერდში დგომა არის საჭირო იმისათვის, რომ აიღონ ინიციატივა ხელში და
დააჩქარონ სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა. სიმპტომებზე საუბრობთ თქვენ ბატონ ზაზა და პირველი თვალში მომხვედრი სიმპტომი რა არის? ახლა 7 წელი ძალიან ხანგრძლივი დრო არის და აი ასე უცებ ალბათ თუ კი არ ახარ სამედიცინო სფეროში გარკვეული, ალბათ მაინც რთული იქნება, იმიტომ რომ თვალის შეჩევაც ხო ხდება 7 წლის მანძილზე. დიახ, ანუ რაღაც სიმპტომი რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენ მაყურებელს? რაზე გაამახვილონ ყურადღება, რომ დროულად მივიდნენ ექიმთან? სამწუხაროდ, როგორც აღნიშნეთ, ძალიან სხვადასხვა სახის სიმსივნური დაავადებები არსებობს და ჩვენს გადაცემაში არ არის საშუალება და არც არის საჭირო რომ რაიმე კონკრეტული სიმპტომების დაველოდოთ და აი იცით რა არის? აი ზოგადი მარტივი, ზოგადი საერთო სისუსტე, ან ყაბზობა, როგორც კოლორექტალური სიმსივნეების პროცესში, ან სისხლიანი გამონადენების სხვადასხვა გზით. ეს ყველაფერი უკვე არის წონაში კლება, ზოგადი საერთო სისუსტე, როგორც აღნიშნე, ეს არის უკვე, ასე ვთქვათ, პირველი მერცხალი იმისა, რომ რაღაც დავიძაბოთ, ორგანიზმში რაღაც ხდება და მიმართოთ. პირველ რიგში, რაც მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ დროს კარგავთ ჩვენ და ვიწყებთ არაპროფილური დაწესებულებებში მიმართვიანობითაც, როცა კი გადადგას ნაბიჯი პაციენტი. მე ყოველთვის აღნიშნავდა ჩემი პაციენტისთვის მithქვამს, რომ მრავალპროფილური კლინიკები არის მზად იმისათვის, რომ დროულად მოახდინოს ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება. დიაგნოსტიკური საშუალება, როდესაც აქვს კლინიკას, ეძლევა პაციენტსაც იმის საშუალება, რომ დროულად მოხდეს მასში არსებული დაავადების დიაგნოსტირება და ასევე სწორად დაიგეგმოს მომავალში მისი მკურნალობა. ამიტომ ჩვენს რეგიონში არის ამის საშუალება, თავარია გააქტიურდეს საზოგადოება, აქტიურად ვიფიქროთ ჩვენ ჯანმრთელობაზე, ასე ვთქვათ, და მივიღოთ მონაწილეობა იმ სკრინინგ ტესტებში, რომლებიცაც ფინანსდება კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა სახელმწიფოს მიერ არის უფასო, ხოლო ამისთვის საჭირო არის მოსახლეობა მიმართოს ონკოლოგიურ ცენტრს. ეგ არის სულ. დიახ, ბატონ ზაზა, ძალიან შვიდად საუბრობდით მთელი გადაცემის პერიოდში იმ სერიოზულ დაავადებაზე, როგორიც კიბოა, ძალიან ბევრი რჩევა და ინფორმაცია მიაწოდეთ დღეს ჩვენს მაყურებელს. ვფიქრობ, რომ თუ კი ვინმე ცოტა ნაწილი მაინც ნახა ჩვენი გადაცემის და მით უმეტეს თუ კი სრულად ნახავს, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებს და ბოლოს მაინც კიდევ მიუხედავად იმისა, გამეორება მოგიწევთ თუ არა, რა იქნება თქვენი უშუალო რჩევა ადამიანებთან, არა პაციენტებთან, არამედ ზოგადად საზოგადოებასთან, ახალგაზრდებთან, აი რჩევის სახით რა შეგიძლიათ დაუტოვოთ უკვე გადაცემის ბოლოს? მე მინდა აღნიშნო, რომ როგორც აღნიშნეთ, არის ფაქტორები, რომლებიც ხელშემწყობი ფაქტორები სიმსივნური დაავადების განვითარების მხრივ და ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ხელშემწყობი ფაქტორები, რომ კვებაზეც მინდა გაამახვილოთ ყურადღება, დიახ, და როგორც ალკოჰოლზე, ასევე ნარკოტიკულ. კი ბატონო, ინფექციური დაავადებების მიმართებაშიც ასევე ჭარბ მოხმარება ალკოგოლური სასმელების და როგორც ხაზგასმით აღნიშნეთ, ასევე თამბაქოს მოხმარება, რომელიც იზრდება მომხმარებელთა რიცხვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფილტვის კიბო ერთ-ერთი წამყვანია ონკოლოგიურ დაავადებათა შორის და პირველ ადგილზეა სიკვდილიანობის. აი ეს სიტყვები, როდესაც ესმის ადამიანს და ამ სიტყვების გაგონების შემდეგ კიდევ სიგარეტის და თამბაქოს მოხმარების პროცენტი იზრდება, ცოტა ალბათ გადასახედია შეხედულება, რატომ ხდება ეს და რატომ არის ახალგაზრდებშიც ესე ხშირად ხვდებით, რომ თამბაქოს მოხმარების პროცენტი იზრდება და ზრდის, ასევე აი როგორც იზრდება თამბაქოს მოხმარება, ასევე იზრდება ამ დაავადება, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზეა დღეს ონკოლოგიურ დაავადებათა შორის და არაშინებს საზოგადოებას, მოდი ესე ვთქვათ, და ეგ არის ცუდი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ
ჩვენზედაც არის გარკვეულწილად დამოკიდებული, ინფორმაცია მივაწოდოთ მაქსიმალურად საზოგადოებას და თითოეულ ადამიანმა ასევე უნდა იფიქროს თავის ჯანმრთელობაზე, ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ კი სახელმწიფო ქმნის ყველა პირობას იმისათვის, აქ უკვე მაინც მე გადავიტანდი აქცენტს უკვე ადამიანზე, რომელიც ვალდებულია, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს, მანაც გამოიყენოს ეს ყველა საშუალება იმისა, რომ დროულად მოხდეს მისი დაავადების აღმოფხვრა და დიაგნოსტირება და მიიღოს შედეგი დასახული მკურნალობიდან. უღმესი მადლობა. მე მინდა კიდევ უსურვო ყველას ჯანმრთელობა, უსურვო ღირსება და მშვიდობა. ძალიან დიდი მადლობა, მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო, დაგვითმეთ და საინტერესო რჩევები მიაწოდეთ ჩვენს მაყურებელს. მაყურებელს კიდევ მოწვევისთვის მაყურებელს კიდევ მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ინფორმაცია მოგაწოდოთ, მოვიყვანოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პროფესიონალი ექიმები, რომლებისგანაც თქვენ მიიღებთ რჩევას და თუ კი ყურად იღებთ ამ რჩევებიდან პროცენტულად, სულ მცირე პროცენტს მაინც ალბათ მეტად უფრო ვიქნებით ჯანმრთელები და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებიც კიდევ უფრო კარგ მდგომარეობაში იქნებიან. უღრმესი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე ამ ფორმატით მომავალ სამშაბათამდე, ზუსტად 19 საათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან